7 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ცნობილი ქართველი ლიტერატორის ვახტანგ როდონაიას ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა. ვახტანგ როდონაიას ჯგუფის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი სასკოლო სახელმძღვანელოები მრავალწლიანი შრომის შედეგია. სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობა ავტორთა კოლექტივმა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და 2012 წელს დაასრულა. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მთავარი ამოცანა ლიტერატურის სწავლების საბჭოური სტერეოტიპებისაგან გათავისუფლება იყო. შეიძლება ითქვას, რომ პირველად ვახტანგ როდონაიას ჯგუფის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოებში გამოჩნდა მხატვრული ლიტერატურის აღქმისა და ანალიზის მაშინდელ სასკოლო პრაქტიკაში არსებულისაგან სრულიად განსხვავებული პრინციპები. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაცნობიეროს, რომ ბატონი ვახტანგი ჩვენი ვატა არის დღესაც ის კაცი, ვინც განსაკუთრებული ვაწვი გასწრო ქართული განათლების სისტემას. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო განათლების სისტემის, არამედ ჩვენი ქართული კულტურის შენაძენი არის პირველი მე-12 კლასის სახელმძღვანელოები ქართულ კულტურაში, რაც მომზადდა ბატონი ვატას ხელმძღვანელობით. შესანიშნავ ჯგუფი ჰყავდა მას და სხვათაშორის მას ჰქონდა განსაკუთრებული უნარი და თვისება, რომ ყველას ნიჭიერება და გამოცდილება გაეერთიანებინა საერთო საქმის წარმატებისთვის და ყოველთვის სახელმძღვანელო. მე ვფიქრობ, რომ ეს 12 სახელმძღვანელო არის ერთიანი ფიქრის სხვადასხვა გამოყენება, ეს ერთი მთლიანობა, ამის დანაწევრება შეიძლება იყოს ის ამოცანა, რაც სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ინტენსივობით უნდა განხორციელებულიყო, განაწილებულია ამ სახელმძღვანელოებში ერთიანი ლოგიკის ფარგლებში და ამ ლოგიკის შესაბამისად. მთავარი რაც აფასებს ამ სახელმძღვანელოებს, ეს არის პატრონის სახის პრევალირება ნებისმიერ სხვა საძირკველზე, რადგან შეიძლება დაფუძნებულიყო ეს სახელმძღვანელოები. ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრის დიალოგი, თავისუფალი ფიქრის წახალისება. ძალიან მნიშვნელოვანია ვექტორული ფიქრის დამკვიდრება, რასაც თანდათანობით მიდიხარ იმ მიზნისკენ, საითაც მხოლოდ ნაწილების შეცნობით ვერასდროს მიხარ. შესანიშნავი განმარტებები აქვს სახელმძღვანელოებს და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ისეთი მთლიანობა, რომელიც ცალკეული კომპონენტები საკუთარ თავში დასრულებული მთელია, მაგრამ იმავდროულად არის ნაწილებიც აი ამ საერთო ჰარმონიას. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი პრეზენტაციაც აჩვენებს ჩვენი საზოგადოების ძალიან ღირსეული მნიშვნელოვანი ნაწილი პატივს მიაგებს ამ სახელმძღვანელოებს. ვფიქრობ, რომ ეს სახელმძღვანელოები არის კარგი საფუძველი ნამდვილი ქართველის ჩამოსაყალიბებლადაც და ლიტერატურის კარგი მკითხველის ჩამოსაყალიბებლადაც და სხვა ეხლა რა შეიძლება იმართოს ადამიანმა, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ თუ არა, რამდენი კარგი ადამიანის